საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საჩხერის ახალგაზრდული საკრებულო და სხვადასხვა ორგანიზაციები. მიმდინარე პერიოდისთვის მობილიზებულია გამგეობის ყველა სამსახური, მათ შორის IP-ები, შეფესეები, განაწილებული გვაქვს ქალაქის ტერიტორიები. მინდა რომ ყველა სამსახური იყოს ჩართული ამ აქციებში და ასევე მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ გვერდში დაგვიდგონ და დასუფთავების კუთხით მინდა რომ საჩხერე იყოს ერთადერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი საქართველოში. ჩვენი 10 თუ 12 თანამშრომელი მუშაობს დღეს ამ აქციაზე და მინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სისუფთავეში და ვიყოთ სუფთა გარემოში. ჯობდა ისე მოსახლეობას უფრო მეტად ჩართულიყო და უფრო აქტიურად გამოსულიყო ჩვენ გვერდში. ადგილზე აქციას მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი თემურ ნადირაძე კურირებდა. ამჯერად დასუფთავების სამუშაოები სოფელ სხვითორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდში მართლაც აქტიურად მიმდინარეობს საჩხერეში დასუფთავების აქციების ჩატარება. მონაწილეობს დაახლოებით 150-მდე კაცი. ეს არის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები, შეფესე გარეგანათება, IP ზურმუხტი და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები. როგორც ხედავთ, აქცია ორგანიზებულად მიმდინარეობს. მსგავს აქციებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პირველად იღებდნენ მონაწილეობას საჩხერის ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლები. გუშინდელ საკრებულოს დომაზე გაცხადა, რომ სურდათ შაბათობის ჩატარება და ჩვენც დამსწრეებმა გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ აქციაში და დაგვესუფთავებინა მიმდებარე ტერიტორიები და ჯერჯერობით მცირე რაოდენობით ვართ წარმოდგენილი, მხოლოდ 5 წევრი ვართ საკრებულოსი, თუმცა ვფიქრობ საკმაოდ კარგად შევასრულეთ ჩვენი სამუშაო და საკმაოდ დიდი ნაწილიც გავასუფთავეთ. აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ საჩხერელ მოსახლეობას, რათა ერთად იზრუნონ საკუთარი ქალაქის სისუფთავეზე.